ზოგიერთი ამბავი გვართობს, ზოგიც გვაფიქრებს. ზოგიერთი კი განმარტებებს გვაძლევს ჩვენს შეკითხვებზე. მაგრამ ზოგჯერ ამბავი თითქოს რაღაცას გვახსენებს. რაღაც, რაც თითქოს დავიწყებას მიეცა. ეს გალადრიელის სტილის მონოლოგი არც ფროდოს და არც ბილბო ბაგინს ეხებათ. ეს არის ფილმის სულ სხვა ტიპის მოგზაურობაზე. მოგზაურობა იქ, საიდანაც არავინ ბრუნდება. საით მივყავართ ოცნებებს ერთ-ერთი ასეთი ისტორიაა. სინამდვილეში ამ ფილმის სათაური რუსულიდან პირდაპირ და არასწორად ითარგმნა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ლოგიკურად მიესადაგება ფილმის სიუჟეტს, უფრო ზუსტი თარგმანი იქნებოდა, რა სიზმრები შეიძლება მოვიდეს. ეს სათაური წიგნის ავტორმა რიჩარდ მეთისონმა უილიამ შექსპირის ჰამლეტიდან აიღო. მან წიგნსაც კი დაურთო წარამძღვარი ჰამლეტის ცნობილი მონოლოგიდან, სადაც ის ყოფნა არ ყოფნის ადამიანურ სიმძიმეს განიხილავს. ჰამლეტი კითხვას სვამს, რა სიზმრები შეიძლება მოვიდნენ მაშინ, როცა სამუდამოდ დავიძინებთ და ამ მოკვდავს ხელს დავტოვებთ. ეს განცდები შეუცნობელის წინაშე და არჩევანის თავისუფლების გრანდიოზულობა აშინებს ჰამლეტს. თუმცა ამაზე უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ. რაც შეეხება ფილმს, ეს არ არის არც კლასიკური სიყვარულის ისტორია, არც მხოლოდ მითი და ფანტაზია და არც წმინდა ფილოსოფია. უფრო ყველაფერი ერთად, რთული და კომპლექსური, ფერადი და ემოციებით სავსე. ფილმი ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის სიკვდილი, სიცოცხლე, სიყვარული, ტრაგედია და მარადიული კვლავდაბრუნება. ანუ ყველაფერი ასე ნაცნობი და თან ყველასთვის გაურკვეველი. ახალგაზრდა კრისი და ენი ერთმანეთს შვეიცარიაში გაიცნობენ და მაშინვე შეუყვარდებათ ერთმანეთი. მათი ოჯახური ბედნიერება სრულდება, როდესაც შვილები ავტოკატასტროფაში დაიღუპებიან, რაც ცხადია მათ ცხოვრებას ანადგურებს. ენი ხვდება კლინიკაში და ებრძვის მძიმე დეპრესიას. მას საბოლოოდ ისევ მეუღლე დაეხმარება, რომ კვლავ განაგრძოს ცხოვრება. თუმცა 4 წლის შემდეგ კრისიც ტრაგიკულად იღუპება და ხვდება სამოთხეში, რომელიც მისი ცოლის ნახატებით არის შექმნილი. მას წარსულიდან მენტორი ალბერტ ლუისი ეხმარება ადაპტაციაში. ამასობაში კი ენი, რომელსაც არ შეუძლია მთელი ოჯახის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი სატანა თავს იკლავს და ჯოჯოხეთის ყველაზე მძიმე და ბნელ ნაწილში ხვდება. კრისი, რომელიც ძალიან განიცდის მეუღლის ტანჯვას, ყველა წესს ეწინააღმდეგება და ჯოჯოხეთში ეშვება მის გადასარჩენად. მასთან მისაღწევად კრისმა სიყვარულის უმაღლესი აქტი უნდა განახორციელოს. ანუ საკუთარი თავი გაწიროს და ამით გაიმარჯვოს თავად სიკვდილზე. $1998 წლის 2 ოქტომბერს შედგა ფილმის პრემიერა. ფილმი ცნობილია თავისი რევოლუციური ვიზუალური ეფექტებით, რისი დასტურიც არის ამ კატეგორიაში მიღებული აკადემიის ჯილდო. კრის ნილსენის როლს ასრულებს რობინ უილიამსი, რომელმაც ფილმში ერთდროულად სიხალისე და მძიმე დრამატული ემოციები შემოიტანა. სამოთხეში ის ხვდება მენტორს და მასწავლებელს პროფესორ ალბერტს, რომლის როლსაც კუბა გუდინგ ჯუნიორი ასრულებს. ის სამოთხეში ახალგაზრდაა და როგორც ვიგებთ 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. თუმცა სამოთხეში შეგიძლია აირჩიო ვინ იყო და როგორ გამოიყურებოდა. ის პასუხობს, რომ არავის სურს მარადიულად 63 წლის დარჩეს. უცნაური დამთხვევა, რომ რობინ უილიამსიც 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ენის როლს ასრულებს ანაბელა შიორა, მას თავიდან არ სურდა ფილმში მონაწილეობა, რადგან სცენარი ზედმეტად მძიმე და ემოციური ეჩვენა. თუმცა რობინ უილიამსთან სინჯების შემდეგ მან აზრი შეიცვალა. ამ როლზე უარი თქვეს მერილ სტრიპმა და მიშელ ფაიფერმა. გამცილებლის როლს კი ასრულებს მაქს ფონ სიდოუ, რომელსაც ვიცნობთ ბერგმანის ფილმებიდან და ის აქაც ერთგვარი იდუმალი სწავლულის როლს ასრულებს, რომელიც კრის როგორც დანტეს ვირგილიუსი ისე მიაცილებს ჯოჯოხეთში. როგორც შემდეგ გავიგებთ, სწორედ ის არის ნამდვილი ალბერტ ლუისი, კრისის მასწავლებელი. მსახიობები ერთად მუშაობდნენ ფილმზე გამოღვიძება, სადაც უილიამსი კვლავ ექიმია, ხოლო სიდოუ მისი მასწავლებელი. ტბის სცენები ძირითადად გადაღებულია იტალიაში, კომოს ტბაზე. აქვეა გადაღებული ანაკინისა და ამიდალას საიდუმლო ქორწილით. სამოთხის სცენები და ძირითადი ლანდშაფტი კი ახალ ზელანდიაში. ასევე ჯოჯოხეთის სცენებით, რომელიც ძველი ნავთობის ტერმინალზე და ძველი ავიამზიდის კორპუსზე არის გადაღებული. ფილმი, როგორც თქვით, რიჩარდ მეთისონის ნოველის ადაპტაციაა.
მწერალი ცნობილია თავისი საშინელებათა ჟანრის ნოველებით, ასევე სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებებით. რიჩარდ მეთისონი იყო მწერალი და ასევე სცენარების ავტორი. მისი უამრავი ნოველა გახდა პოპულარული ფილმების ინსპირაცია. თავადაც მონაწილეობდა ბევრი მათგანის სცენარის შექმნაზე. მათ შორის მე ვარ ლეგენდა, ყბები 3, ლეგენდა ჯოჯოხეთის სახლზე და ბინდისონის უამრავი ეპიზოდით სწორედ მისი დაწერილია. თუმცა ჩვენი ნოველა ამისგან ძალიან განსხვავდება. ერთ-ერთ გამოცემაში ერთად დაიბეჭდა მისი ორი ნოველა, საით მივყავართ ოცნებებს და სადღაც დროში, რომლის მიხედვითაც ასევე ძალიან საყვარელი რომანტიკული და ემოციური ფილმია გადაღებული. წიგნს მან წინა სიტყვაობა დაურთო, სადაც თავადაც აღნიშნავს, რომ ეს ორი ნოველა მისი წინა ნამუშევრებისგან განსხვავდება. ერთი ამბავი არის სიყვარულზე, რომელიც დროის მიღმა არსებობს, ხოლო მეორე სიყვარულის ისტორია, რომელიც სიკვდილს ამარცხებს. საით მივყავართ ოცნებებს მწერლის უფრო ინტიმური, საკუთარი პირადი განცდების არტისტული გამოხატულებაა. წიგნში კრის ნილსენიც არის მწერალი და სცენარისტი. მას 4 შვილი ჰყავს, ისევე როგორც მეთისონს რეალურ ცხოვრებაში. აქ სამოთხე და ჯოჯოხეთი წარმოდგენილია რთული გეომეტრიით, პლაზმითა და მეტაფიზიკური კონსტრუქციებით. უფრო დეტალური ფილოსოფიური, თუმცა ნაკლებად ემოციური. რომელიც სვიდენბორგის სამოთხისა და ჯოჯოხეთის ხედვით არის ჩამოყალიბებული. წიგნში მისი შვილები არ გარდაიცვლებიან, მხოლოდ ენი ასრულებს სიცოცხლეს სუიციდით. აქ ისტორიას ვეცნობით კრისის პერსპექტივიდან, რომელსაც ის უკვე გარდაცვლილი მედიუმის საშუალებით წერს მისი ძმისთვის. მას ახალი მდგომარეობის მიღება უჭირს, როგორც მოჩვენება, ისე ცხოვრობს ოჯახის წევრებთან. უყურებს, როგორ გლოვობენ მისი საყვარელი ადამიანები და ეს მიჯაჭვულობა არ აძლევს საშუალებას გათავისუფლდეს და გადაინაცვლოს სხვა სამყაროში. ის ალბერტის ნაცვლად ხვდება ადრე გარდაცვლილ ბიძაშვილს და შემდგომ უკვე უფრო განვითარებული სულები ეხმარებიან მას. ფილმში სამოთხეც და ჯოჯოხეთიც პერსონაჟების პირადი გამოცდილების და აღქმის ნაყოფია. ენი დანაშაულის შეგრძნებით იტანჯება და საკუთარ თავს თავად ამწყდობს ჯოჯოხეთში. Good people end up in hell because they can't forgive themselves. მათი შვილის მერის სამოთხე კი მისი ქაღალდის კონსტრუქციების მსგავსია. კრისის სამოთხეშიც იგივე შენობები ჩანს. წიგნი ბევრად ფილოსოფიური და თეოსოფიურია. ასევე მეტად ცდილობს ადამიანის სულის უკვდავების რეინკარნაციისა და სიკვდილის შემდგომი სამყაროს გაანალიზებას. მეთისონი წინა სიტყვაობაშივე აღნიშნავს, რომ ერთადერთი ფიქცია აქ მხოლოდ პერსონაჟების სახელები და ისტორიაა. დანარჩენი ყველაფერი ეფუძნება პარაფსიქოლოგიურ ლიტერატურას, ინდუისტურ და ბუდისტურ ტექსტებს და კვლევებსა და ნაშრომებს სიკვდილის შემდგომი გამოცდილებების შესახებ. ამის გადასამოწმებლად კი წიგნის ბოლოს გვთავაზობს ბიბლიოგრაფიას 10 წიგნით, რომელთა შორისაც ნამდვილად გამოირჩევა ემანუელ სვიდენბორგისა და ედგარ კეისის სახელები. მეთისონი იკვლევს კარმის პრინციპებს, რომელიც ენის ქმედების საპირწონედ წარმოიქმნება და აქცევს მას საკუთარი დანაშაულის ტყვედ. ფილმი კი უფრო მელოდრამულია, სადაც ენის ქმედება არ განიხილება როგორც შედეგი და კარმა, რომელიც უნდა დაიწვას და დაიხარჯოს. არამედ უფრო ტრამული რეაქცია, რაც ალბათ უფრო ადვილად გადმოსაცემი და ასევე ადვილად აღსაქმელია ამ საკითხში ნაკლებად გათვითცნობიერებული მაყურებლისთვის. ფილმის რეჟისორმა ვინსენტ ვარდმა რამდენჯერმე უარი თქვა ფილმზე მუშაობაზე, რადგან ვერ წარმოედგინა თუ როგორ უნდა მოეხერხებინა ფილმში განხილული აბსტრაქტული იდეების ეკრანიზაცია. როგორია მაინც სამოთხე ან ჯოჯოხეთი. მანამ სანამ სცენარის თანაავტორთან, რონ ბასთან ერთად არ შეიტანა ცვლილებები სიუჟეტში. ფილმში ფოკუსი შეიცვალა ფილოსოფიური და თეოლოგიური საკითხებიდან და ის ცდილობს ვიზუალური გამოცდილებებით მაყურებლის უფრო ემოციურად ჩართვას და თანაგანცდას, ვიდრე მის მსჯელობაში შეყვანას. აქ სამოთხე არის ნახატად ქცეული, სადაც გონების ძალით ყველაფერი შესაძლებელია. ხოლო ჯოჯოხეთი ამის აპირისპიროდ ფერებისგან დაცლილი, დეფორმირებული ფსიქოლოგიური სივრცე. იდეის რეალიზებაში რეჟისორს დაეხმარა სამხატვრო აკადემიაში გატარებული წლები და სახვითი ხელოვნების სიყვარული. გარდა იმისა, რომ ფილმი ვიზუალურად ძალიან სასიამოვნო სანახავია, აქ გამოყენებული ნახატები და ილუსტრაციები თემატურადაც ძალიან კარგად შეესაბამება ფილმის და წიგნის სიუჟეტს. ფილმში ენი ცნობილ რეპლიკებს ხატავს, მათ შორის ხედავთ კასპარ დავით ფრიდრიხის ცნობილ ნახატებს. გერმანელი რომანტიკოსი მხატვარი ბუნებას აქცევს ადამიანის შინაგანი სამყაროს სარკედ.
მასთან ფიგურები ხშირად ზურგშექცეული დგანან, უსასრულო ხედის ფონზე. ჩვენ კი ვხედავთ მათი პერსპექტივიდან. ენის ნახატი თითქოს ზუსტად იმეორებს მხატვრის ცნობილი ნახატის ლანდშაფტს. ასევე ჩანს გუსტავ დორეს ილუსტრაციები, რომელიც მან დანტეს ღვთაებრივი კომედიისთვის შექმნა. ვინსენტ ვარდს როგორც მხატვარს ჰქონდა სურვილი სამოთხის სცენები ტილოდექცია, ხოლო როგორც რეჟისორს ისინი მოძრაობაში მოეყვანა. სამხატვრო ხელმძღვანელმა და ვიზუალური ეფექტების ჯგუფმა კი გადაწყვიტა უკვე გადაღებულ სცენებზე, შემდეგ CGI-ის საშუალებით ხელით დაემატებინათ საღებავის ეფექტი. თითქოს ობიექტებზე ფუნჯი გადაუსვეს. თუმცა ეს სცენა რომ გაემოძრავებინათ, საჭირო იყო თითოეული პიქსელის სინქრონული გადაადგილება კამერის მოძრაობის მიხედვით. ამის შესახებ უფრო დეტალურად აღწერაში დავტოვებ ნიკოლას ბრუქსის ინტერვიუს და ვიზუალური ეფექტების შესახებ ზოგად ინფორმაციას. აქ კი მოკლედ გეტყვით, რომ ფილმში გამოყენებულია ეგრეთ წოდებული optical flow. ამ აპარატს აქვს რობოტული ხედვის ტექნიკა, რომელიც რამდენიმე კამერის გამოყენებით ქმნის ადამიანის თვალის იმიტაციას, რადგან გვაჩვენებს ობიექტებს სხვადასხვა კუთხიდან. სცენებში კი ის თვალს ადევნებს თუ როგორ მოძრაობს ყველა პატარა დეტალი კამერის პერსპექტივიდან. ამ შემთხვევაში კი ხელით დახატული პიქსელი, რომელიც კადრიდან კადრში გადაადგილდება და თითქოს ასეთ ცოცხლდება ნახატი. ასევე გამოიყენეს არაფოტორეალისტური რენდერი, რათა ვიზუალი უფრო ემოციური ყოფილიყო და ნაკლებად რეალისტური. ნიკოლას ბრუქსი ასევე მუშაობდა მატრიცაზე, რომლის დაკვეთაც მისივე თქმით იმავე პერიოდში მიიღეს. მატრიცაშიც ეგრეთ წოდებული bullet time მსგავსი პრინციპით არის გადაღებული. თუმცა აქ პიქსელების გადაადგილების ნაცვლად ფრეიმების მონაცვლეობა უფრო დიდ როლს თამაშობს. შემოქმედებითი ჯგუფი შეთანხმდა, რომ სამოთხე ნახატს გავს, ხოლო ჯოჯოხეთი კი საკუთარი თავის ტანჯვას, მაგრამ საინტერესოა როგორ ჟღერს მარადიული სიყვარულის მუსიკა. პირველ რიგში მათ ლეგენდარულ ენიო მორიკონეს მიმართეს, რომელმაც ფილმზე იმუშავა და ფილმს მისთვის ჩვეული ღვთაებრივი დიდებულება შესწინა. სავსე აპოკალიპტური ემოციებით, მაგრამ ის ძალიან მძიმე აღმოჩნდა ისეთი ფილმისთვის, რომელიც ისედაც სავსე იყო თვითმკვლელობის, მწუხარებისა და ტკივილის ემოციებით. ამიტომ პრემიერამდე რამდენიმე კვირით ადრე კინოსტუდიამ მაიკლ კემენი მოიყვანა. მისი მუსიკა უფრო თავშეკავებული, პირადი და უფრო ნაზი იყო. მან ისტორია აღიქვა როგორც სიყვარულის ისტორია და არა როგორც ღვთაებრივი სამსჯავრო. თუმცა არა მხოლოდ შემოქმედებით სცენით მყოფ მორიკონეს უთხრეს უარი. სულ სხვა ჟანრის ლეგენდა აქსელ როუზიც ფილმს მიღმა დარჩა. როგორც განს ენ როუზის პროდიუსერი ამბობს, აქსელი ძალიან შთაგონებული იყო ფილმით და ნამდვილად გულწრფელად იყო ჩართული პროექტში. მისივე თქმით, ცნობილი კომპოზიციაც This I Love სწორედ ამ ფილმისთვის დაწერა. აქსელი მას აღწერს როგორც ყველაზე მძიმე რამ, რაც კი ოდესმე გაუკეთებია. თუმცა სიმღერა მაინც ვერ მოხვდა საბოლოო ვერსიაში. სოლერის თქმით, მიზეზი ის იყო, რომ რეჟისორი უბრალოდ გოიმი იყო და ვერ ხვდებოდა რამდენად მაგარი იქნებოდა ეს კოლაბორაცია. ეს გოიმი რეჟისორი, რა თქმა უნდა, ვინსენტ ვარდი იყო, რომელსაც ჰქონდა ძალიან მკაფიო და სპეციფიკური მხატვრული ხედვა, დახვეწილი ვიზუალი და სიუჟეტის ემოციური აღქმა. აქსელ როუზის მუსიკა კი დღეს ცნობილი ვარიანტისგან ცოტა განსხვავებული აკუსტიკური როკ ბალადა იყო, ან ზედმეტად თანამედროვე მითიური მეტაფორებით შექმნილი სამყაროსთვის. მიუხედავად ამისა, ბევრი თვლის, რომ სიმღერა იდეალურად მოერგებოდა ამ ფილმს. YouTube-ზე ვიდეოც კი შეგიძლიათ ნახოთ და დაახლოებით შეიქმნათ წარმოდგენა. საბოლოოდ ეს სიმღერა ბენდის 2008 წლის ალბომში, ჩინური დემოკრატიის მითოში მოხვდა. როგორც განს ენ როუზის დიდი ხნის დაკარგული იდუმალი სიმღერა და თავისი ჟანრის კლასიკად გადაიქცა. მე პირადად თინეიჯერობა ამ სიმღერის გარეშე რთულად წარმომიდგენია. აქვე შეიძლება მნიშვნელოვანი რამის აღნიშნვაც. როგორც თქვით, ფილმში ალბერტის როლს თამაშობს შავკანიანი ოსკაროსანი მსახიობი კუბა გუდინგ ჟუნიორი. წიგნში კი კრის პირველად ხვდება მისი ბიძაშვილი, რომელიც დიდი ალბათობით არ არის შავკანიანი. ეს ცვლილება ფილმში განხილვის საგანი გახდა, იდეა, რომელიც ცნობილია როგორც მაგიური შავკანიანი. ეს ტერმინი რეჟისორ სპაიკ ლის ეკუთვნის, რომელმაც სტუდენტებთან ლექციებზე რამდენჯერმე ახსენა და გააკრიტიკა ის როგორც ჰოლივუდის შეფარული რასიზმი. Magical ან Mystical Negro ეხება შავკანიან პერსონაჟებს, რომლებიც ძირითადად თეთრკანიან გმირებს ეხმარებიან ზრდაში, გამოსავლის პოვნაში ან სამყაროს გადარჩენაში, სიბრძნეს ან თუნდაც ზებუნებრივ დახმარებას თავაზობენ, რაც თავადაც შეეძლოთ გაეკეთებინათ. მაგრამ საკუთარი სრული ისტორიის ან მიზნის გარეშე თითქოს მათი ერთადერთი დანიშნულებაა თეთრკანიანი პროტაგონისტის დახმარება. იგივე ეხება სხვა რასობრივ, ეთნიკურ, სექსუალურ, გენდერულ უმცირესობებს, რაც ბოლო დროს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა. პრობლემა ის კი არ არის, რომ რეჟისორები ცდილობენ წარმოაჩინონ განსხვავებული წარმომავლობისა და იდენტობის პერსონაჟები. ეს პირიქით აუცილებელი და მისასალმებელია.
პრობლემა ის არის, რომ ხშირად ეს ხდება ძალდატანებით ზედაპირულად და ყოველგვარი შინაარსობრივი მიზანშეწონილობის გარეშე, რის გამოც ასეთი პერსონაჟები აღიქმება არა როგორც ინტეგრირებული და ავთენტური ნაწილები, არამედ როგორც სარეკლამო ნიშნულები ან სტერეოტიპული ფიგურები, რადგან ასეთი პერსონაჟი თავად მოკლებულია დამოუკიდებელ мотивაციას და სიღრმეს. თუმცა ყველაზე ცნობილი, რაც სიუჟეტის შესახებ შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ფილმიც და ნოველაც არის ბერძნული მითის ერთგვარი თანამედროვე ვარიანტი. ორფეოსისა და ევრიდიკეს ტრაგიკული სიყვარულის ისტორია. ორფეოსი არის აპოლონის შვილი. ცნობილი მუსიკოსი, პოეტი, მომღერალი და ლირაზე დამკვრალი მოკლედ, ორფეოსი უკრავს ლირაზე მღერის და თავისი ხმით აჯადოვებს ყველას, ადამიანებს, ცხოველებს და თავად ღმერთებსაც კი. მას შეუყვარდება მშვენიერი ევრიდიკე, რომელიც გველის ნაკბენის შედეგად ნაადრევად გარდაიცვლება. ორფეოსის გლოვა ისეთი ძლიერი იყო, რომ სამყარომ ვერ აიტანა მისი მწუხარება. დინარეები დაშრნენ, ფოთლები აღარ შრიალებდნენ. ღმერთებამდეც კი მივიდა მისი ტრაგედია. ორფეოსი საბოლოოდ ჩადის ქვესკნელში, რათა ჰადესსა და პერსეფონეს თხოვოს ცოლის დაბრუნება. მისი სიმღერა გულს გაალბობს თავად სიკვდილის ღმერთს. მისთვის ხომ ადამიანური ცხოვრება ერთი წამია და მალე ორივე მათგანი ისევ ჰადესში აღმოჩნდება. და მასაც მისცემენ უფლებას ევრიდიკეს სული წაიყვანოს. მხოლოდ ერთი პირობით. ორფეოსი ჰადესიდან ამოსასვლელ გზას გაუყვება. მის უკან კი ევრიდიკეს სული აჩრდილივით გაჰყვება მას. ოღონდ ორფეოსმა არც ხმა უნდა მოიღოს და არც უკან მოიხედოს მანამ, სანამ ორივე სხეულებს მზის შუქი არ გაანათებს და მათ უკან ჩრდილი არ გამოჩნდება. ორფეოსი გზას მდუმარედ მიუყვება, თუმცა ბოლო მომენტში მას ეჭვი შეეპარება ჰადესის გულწრფელობაში. ზოგიერთ ვარიანტში კი უბრალოდ მონატრებას სძლევს და უკან მოიხედავს. ევრიდიკე კი, რომელიც მას ჩრდილივით მოჰყვებოდა, პირობის თანახმად ისევ უკან სიკვდილის სამეფოში დაბრუნდება. სიყვარულის საძებნელად ქვესკნელში ჩასვლის მითი ალბათ ყველგანაა. მგონი იმიტომ, რომ ეს ყველაზე ადამიანური მითია. სულის ყველაზე ღრმა ისტორია, სიყვარულის დაკარგვა, მწუხარების გადალახვა და შეუცვლელი შეკითხვა. არსებობს თუ არა უკან დაბრუნების გზა? საით მივყავართ ოცნებებს უბრალოდ არ ყვება ამიც. ის საშუალებას გვაძლევს ვიგრძნოთ მისი მნიშვნელობა. არა ღმერთების და სასჯელის მეშვეობით, არამედ ფერის, მეხსიერებისა და სიყვარულის სახელით გაღებული მსხვერპლის მეშვეობით. ფილმში ისტორია ტრაგიკულად არ სრულდება, რადგან კრისი მზად არის გაიზიაროს ცოლის რეალობა და მიუხედავად ყველაფრისა დარჩეს მასთან. ეს ამბავი არაერთხელ გააცოცხლა კინომ პირდაპირ მითოლოგიური გადმოსახედიდან თუ ალეგორიულად. ეს არის ყველას ამბავი, ვინც ოდესმე საყვარელი ადამიანი დაკარგა და სურდა როგორმე უკან დაებრუნებინა. აქ არის ფილმები, სადაც ეს სიუჟეტი აშკარად და მფარულად ფიგურირებს. ჟან კოქტოს 1950 წლის ორფეოსი, ფრანგული ავანგარდისტული ფილმია, სადაც ორფეოსის პერსონაჟი თანამედროვე პოეტია. 1959 წლის ბრაზილიური ფილმი შავი ორფეოსი. აქ მითის მოქმედება გადატანილია რიო-დე-ჟანეიროს ქუჩებში. კრისტიანისა და სატინის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია. ცხადი აქ არ არის ქვესკნელში მოგზაურობა, თუმცა მულენ რუჟი თვითონვე არის ფერადი ბრჭყვიალად გლამურული ილუზიის სამყარო, რომელიც რეალურად ფარავს სიღარიბეს, ბნელ ვნებებს, მანიპულაციას და სულიერ მარტოობას. For the rich and powerful came to play with the young and beautiful creatures of the underworld. ეს არის ამბავი ტკივილისგან გათავისუფლების, გაცნობიერებისა და მის შემოქმედებით ფორმაში გარდაქმნის შესახებ. კიდევ ერთი წიგნის ადაპტაცია არის 2019 წლის ფილმი ქალის პორტრეტი ცეცხლზე. აქ თავად ფილმშიც ნახსენებია ორფეოსი და ევრიდიკე. Lui a injecté son venin et l'a fait périr à la fleur de l'âge. Je vous en conjure, défaites la trame, trop tôt terminée, du destin d'Eurydice. გასპარ ნოეს 2009 წლის ფილმი არის სულის ფსიქოდელიური მოგზაურობა ტიბეტური წიგნის ბარდო თოდოლის მიხედვით. აქ ხედავთ და-ძმის ძლიერ კავშირს სიკვდილის შემდეგ. ეგრეთ წოდებულ ბარდოს თეითს, ანუ გარდაცვალების შემდგომ შუალედურ მდგომარეობას და რეინკარნაციის შესახებ აღმოსავლურ ხედვას ვეცნობით. იაკობის კიბეც ამ შუალედურ მდგომარეობას აღწერს, რომელიც უფრო ახლოს არის წიგნის ვარიანტთან, სადაც კრისი ცდილობს გააცნობიეროს გარდაცვალების ფაქტი. ასევე რამდენიმე ანიმაცია, რომელიც პირდაპირ იმეორებს მითის სიუჟეტს, ან ცალკეულ დეტალს გამოყოფს და უფრო ღრმად იკვლევს მას. ამ მითში ერთი დეტალი ყოველთვის განსაკუთრებულად მაინტრიგებდა და ბოლომდე არ მესმოდა.
ეს ეხება წესს, რომელიც ორფეოს მიეცა. არ მოიხედა უკან, სანამ ორივე მზის სინათლეში არ შეხვალთ. ეს ალბათ მეტაფორაა ცნობიერების შესახებ, რადგან მზე მითსა და ფსიქოლოგიაში არასოდეს არის მხოლოდ ვარსკვლავი. ეს არის ცნობიერების სინათლე, სივრცე, სადაც ჩვენ ხვდებით ხილული, ინდივიდუალური და ავთენტური. ხოლო ჩრდილი არ არის ბოროტება, ეს არის ის, რაც ჯერ ვერ გავაცნობიერეთ. რაშიც ხელს შეიძლება გუშლიდეს მწუხარება, დანაშაულის შეგრძნება, თავკმაყოფილებელი სურვილები. ევრიდიკე შეიძლება განვიხილოთ როგორც ანიმა, ფემინური ასპექტი. სიყვარული არ არის მხოლოდ რომანტიკული კავშირი. ის წარმოადგენს პიროვნების შიდა მთლიანობის სიმბოლოს, რომლის დაკარგვაც იწვევს კრიზისს და ადამიანს აიძულებს ჩავიდეს ჯოჯოხეთში, ანუ საკუთარ ქვეცნობიერში. ფსიქოლოგიურად ეს გზა არის liminal space, გარდამავალი ზონა, სადაც ძველი იშლება და ახალი ჯერ არ დაბადებულა. ეს სივრცე იწვევს დისკომფორტს, გაურკვევლობას და ხშირად ეჭვს, როგორც ორფეოს დაემართა. მაგრამ სწორედ ამ შუალედურ მდგომარეობაში იწყება პერსონალური ტრანსფორმაცია. პიროვნება ტრანსფორმირდება არა მას შემდეგ, რაც მიაღწევს მიზანს, არამედ ნელ-ნელა, თანმიმდევრულად. როცა მოთმინებით დარჩება გზაზე, როცა შეუძლია გაუძლოს დაუდასტურებლობას და მაინც გააგრძელოს სვლა რწმენით. ყველაზე საკრალური სცენა, უკან მოხედვა. ის ვერ უმკლავდება შიშს, რომ ევრიდიკე შესაძლოა მხოლოდ მისი წარმოსახვა იყოს. და სწორედ ეს შიში კლავს იმ კავშირს, რაც შეიძლებოდა აღდგენილიყო. გაიხსენეთ ზღაპარი გოგონასა და მისი 12 ძმის შესახებ, რომლებიც გედებად გადაიქცნენ. მან მდუმარებით და მოთმინებით უნდა შეკეროს 12 პერანგი ჭინჭრისაგან, რათა დაიხსნას თავისი ძმები. როცა ადამიანი მხოლოდ მიზანზე არის კონცენტრირებული, მაშინ ის უარყოფს იმ პროცესს, რომელიც რეალურად აცოცხლებს მას. შეიძლება მიიღო ის, რასაც ეძებდი, მაგრამ თუ ამ გზაზე არ იცხოვრე, მას ვერ შეიგრძნობ, ვერ დაიჭერ მის ჭეშმარიტ მნიშვნელობას. შედეგი დარჩება გარემოვლენად, რომელიც პიროვნების ნაწილი ვერ ხდება. სწორედ დრო და სირთულე ქმნიან ღირებულებას. სწორედ ამიტომ ორფეოსის უკან მოხედვა, ანუ შედეგის ნაადრევი შემოწმება ანგრევს მთლიან პროცესს. ის ჯერ კიდევ არ იყო მზად მიღებისთვის. ეს არის ფსიქოლოგიური სიმწიფის არსიც, არა ის, რომ მივაღწიე, არამედ ის, რომ გავხდი ის, ვინც ახლა ამ შედეგს ატარებს გაცნობიერებულად. ბიბლიური ისტორია ლოტის ცოლის შესახებ ბევრი ასპექტით ეხმიანება ბერძნულ მითს. მას ეუბნებიან, რომ ღმერთი სოდომის და გომორის განადგურებას აპირებს და უნდა დატოვოს ქალაქი, მაგრამ ქალი უკან ბრუნდება და მარილი სვეტად გადაიქცევა. უკან მიხედვა აქ ნიშნავს იმას, რომ გონება რჩება იმ სივრცეში, რაც უკვე ინგრევა. მითი გვეუბნება, რომ უკან დაბრუნებული ორფეოსი ხდება მარტოსული, მისი მუსიკა არის მხოლოდ გლოვის აქტი და ის უარს ეუბნება სამყაროს და სიცოცხლეს. ანუ იმ წერტილამდე მიდის, სადაც ტრავმა ხდება მისი იდენტობის ცენტრალური ელემენტი. კრის ნილსენი კი ამის აბირწონედ პირდაპირ ჩრდილში შედის. ის სრულიად შეერწყა თავის ტკივილს, თავის ანიმას და არ ცდილობს მის დაძლევას, არამედ უბრალოდ მასთან ყოფნას, თანაგანცდას. თუნდაც ეს საკუთარი თავის დაკარგვას ნიშნავდეს. ორფეოსი ცდილობს გადაარჩინოს ევრიდიკე თავისთვის, ხოლო კრისი მზად არის დაკარგოს ყველაფერი ენისთვის. და სწორედ ამ დროს ხდება გარდატეხა. სწორედ სიყვარულის ეს ღვთაებრივი ფორმა, რომელიც არ მოითხოვს, არ ეჭობს, შლის ჯოჯოხეთის კედლებს. ამარცხებს ჯოჯოხეთს არა ძალით, არამედ ღრმა, მთლიანად გაცნობიერებული თანაგრძნობით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ამ მითში არის თავად სიმღერა. როდესაც უმღერით ან უსმენთ სიმღერას, ტვინში ერთდროულად აქტიურდება რამდენიმე ცენტრი. მუსიკა პირდაპირ ზემოქმედებს ლიმბურ სისტემაზე, ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც პასუხისმგებელია ემოციებსა და მეხსიერებაზე. ამიტომ ბევრი თერაპიული ტექნიკა, როგორიც არის გალობა ან მანდრა, ეფუძნება ვიბრაციულ ზემოქმედებას შიდა ორგანოებზე. რადგან ენა არის ცნობიერი კომუნიკაცია, რაც ითხოვს სტრუქტურას, გრამატიკას და გაგებას, ხოლო სიმღერა არაცნობიერის ემოციური კომუნიკაციაა. ანთროპოლოგები ამბობენ, რომ ჩვენ ვმღეროდით, სანამ ლაპარაკს დავიწყებდით. შეგიძლიათ ნახოთ სტივენ მაითენის წიგნი მომღერალი ნეანდერტალელები. Sounds like a great punk group, by the way. The singing Neanderthals, yeah. ამ ამბავს ღრმა არქეტიპული ფესვები აქვს მსოფლიოს კულტურებში. მას საოცრად ჰგავს იაპონური მითოლოგიის ისტორია. ასევე მაიას მითში მზისა და მთვარის ღვთაებებს შორის გვხდება იგივე სიყვარულით მოტივირებული მოგზაურობა. ისევე როგორც ინდურ თქმულებაში სავიტირისა და სატიავანის შესახებ ამბავი. თუმცა, როცა ვსაუბრობთ ქვესკნელში მოგზაურობაზე დანაკარგსა და ცოცხალი სამყაროს ზღვარზე გადაბეჭებაზე, ევრიდიკეს ამბავი ხშირად ერევა ჩუმერულ აქადურ მითში ინანას, ანუ იშთარის ჯოჯოხეთში ჩასვლასთან. სინამდვილეში ეს უკანასკნელი უფრო წააგავს პერსეფონეს მითს, ჰადესის მიერ გატაცებული ქალღმერთის ამბავს, სადაც თავის მხრივ სეზონების ცვლილების კულტურული ახსნაა შემოთავაზებული.
სეზონების ცვლა კაცობრიობისთვის მხოლოდ კლიმატური ფენომენი არ ყოფილა. ის ცხოვრების, სიკვდილისა და აღორძინების ციკლის მეტაფორად იქცა. ყველა ეს ისტორია ერთი შეხედვით 60-დან დაცემის არქეტიპია, მაგრამ სინამდვილეში სცენარეული კულტურების ციკლების, დათესვის, გახმობის და კვლავ აღორძინების მექანიზმში გარკვევის მცდელობაა. რატომ შეიქმნა ეს ზღაპრები და საერთოდ რატომ წარმოიშვა მათი საჭიროება? ჰარარი გვიჩვენებს, რომ მითოლოგია, რელიგია, კულტურული რწმენები, ეს ყველაფერი ის ინსტრუმენტები იყო, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები ახდენდნენ ბუნებრივი მოვლენების, შიშების და სიკვდილის გააზრებას. იმ დროს, როცა არ არსებობდა მეცნიერული ახსნა მარცვლის ჭკნობასა და გაზაფხულის დადგომას შორის, ადამიანებს სჭირდებოდათ მითოლოგიური ჩარჩო, რომელიც ამ მოვლენას შინაარს მისცემდა. სწორედ ამიტომ იქმნებოდა ღმერთები, რომლებიც მიდიოდნენ ქვესკნელში და შემდეგ ბრუნდებოდნენ, როგორც ბუნება ბრუნდება ყინვის სეზონის შემდეგ. ამიტომაც, როცა ვსაუბრობთ ევრიდიკეს, ინანას, პერსეფონეს შესახებ, უნდა გავიხსენოთ, რომ ისინი მხოლოდ მითები არ არიან. ეს არის გონების ევოლუციის გზაჯვარედინზე წარმოქმნილი სიმბოლოები, როცა ადამიანმა დაიწყო სამყაროს გააზრება ჯერ ამბებით, შემდეგ მეცნიერებით და ბოლოს საკუთარი ცნობიერების სიღრმეებში მოგზაურობით. ფილმში კრისი და ენი სიკვდილის შემდეგ ახალ გადაწყვეტილებას იღებენ. ისინი ირჩევენ რეინკარნაციას, როგორც ახალ თავგადასავალს. თუმცა წიგნში მეთისონი უფრო შორეულ გზას გვაჩვენებს. ენის სული უბრალოდ არ არის მზად სამოთხისთვის და ამიტომ ის დედამიწაზე ბრუნდება. ხოლო კრისი თავისი ნებით გაყვება ენის და ის აირჩევს ისეთ ოჯახს, სადაც მას ადვილად შეეძლება ექიმის კარიერის აწყობა და შემდეგ ინდოეთში გამგზავრება, რათა ხელახლა შეხვდეს საყვარელ სულს. ჯულიუს ევალა თავის წიგნში ამტკიცებს, რომ ნამდვილი სიყვარული და სულიერი კავშირები დროისა და სივრცის მიღმა არსებობს. მისთვის სიყვარულს აქვს კოსმიური მნიშვნელობა, ორი სული გარკვეული ვიბრაციის მსგავსებით ერთნაირ რიტმში ცოცხლობს და ასე ვთქვათ განწირულია შეხვედრისთვის, ამ ან შემდეგ ცხოვრებაში. 2011 წელს გასაჯაროვდა ფილმის ალტერნატიული დასასრული, რომელიც წიგნთან უფრო ახლოს არის. ადამიანად ყოფნის სირთულე ზოგჯერ იმდენად აუტანელია, რომ რაღაც ნაწილი ჩვენში თანახმაა, რომ საერთოდ მოკვდეს. ჰამლეტის სიტყვები კი გვახსენებს იმას, რასაც სინამდვილეში ყველაზე მეტად ვუფრთხით. არა სიკვდილი, არამედ ის, რაც მას შემდეგ ხდება. ის სიჩუმე და გაურკვევლობა. შემდეგ ის ჩამოთვლის ყველა მტკივნეულ გამოცდილებას, რომელსაც ადამიანები განიცდიან, ჩაგვრას, შეურაცხყოფას, გულის ტკივილს, უსამართლობას და ფიქრობს, თუ რატომ ვიდანთ ამას სიკვდილის გზით თავის დაღწევის ნაცვლად. დოსტოევსკის ეშმაკნი ამ შეკითხვას კირილოვის პერსონაჟით გვაცნობს. მისთვის თვითმკვლელობა ერთგვარი ამბოხია, იმის დასტური, რომ მისი ბედი მის ხელთაა და სუიციდიც მისი თავისუფლების მანიფესტაციაა. მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ სიკვდილის შემდეგ არსებული შიშია, რაც ადამიანებს აიძულებს ატარონ თავიანთი ტვირთი იმის ნაცვლად, რომ რისკავდნენ სიკვდილის შემდგომ გაურკვევლობას. შექსპირიც ასე განმარტავს, რომ სწორედ უცნობი სიკვდილის შიში აცოცხლებს ადამიანს ღრმა ტანჯვაშიც კი. ერთადერთი რამაც შეიძლება დაგვამშვიდოს ის არის, რომ ბევრი რამ ამ სამყაროში ჩვენი კონტროლის მიღმა არის და უბრალოდ მოგცეს საშუალება, რომ ცხოვრები დავტკბეთ. საბოლოო ჯამში, სამოთხეც, ჯოჯოხეთიც და შუალედური მდგომარეობაც ალბათ მხოლოდ ჩვენს გონებაშია. დასასრულისთვის შეიძლება თავად რიჩარდ მეთისონის სიტყვები მოვიშველიოთ. ამ წიგნის ბოლოს ის ამბობს: არავინ იცის ეს ამბავი რამდენად რეალურია, თუმცა ალბათ ყველა ჩვენგანს გვმართებს საკუთარ სიცოცხლეს ყურადღებით მოვეპყრათ.